მოგესალმებით, დაბრუნდი ისევ Far Cry 1-ის ვიდეოთი. სხვადასხვა ძალიან მოგწონთ რა ეს თამაში. თავიდან ცოტა ისეთი გამოხმაურება გქონდა, გამოხმაურება არა, მოდი ესე ვიტყვი, რომ არ გქონდა საკმარისად ნახვები, მაგრამ ეს ბოლო დროებით ცოტა მოიმოწა და იმედია რომ ვიდეოს კიდე გააზიარებთ, თუნდაც Facebook-ში ჯგუფი იქნება, თუნდაც თქვენი მეგობარი იქნება, ნებისმიერ ადამიანთან, ვისაც Far Cry ზოგადად მოწონს, ან Far Cry-ის დიდი ფანი არის და რაც უფრო მეტი ნახავს ამ ვიდეოს, მით უფრო უკეთესი იქნება, იმიტომ რომ ბევრ ადამიანს არ აქვს თამაშები Far Cry 1, არც იცის რომ ეს თამაში არსებობს, იმიტომ რომ Far Cry 3-დან მიყვებიან ხოლმე ზოგადად. რაც შეეხება მონსტრებს კიდე, მონსტრებს რაღაცას გეტყვის, რაც გავიგე ერთი მეგობრისგან. არ გაგვიგიათ არაფერი. აქ მოვკვდი როგორც მახსოვს წინაზე. ვაიმე. ეს ნუ არ ვეროლდი რა მაგას კიდე თუ ხა ვიღაც გამოვიდოდა მანდ. ხო, რა შეეხებოდა ეხა კიდეაც მოიცეს სანამ ადგავალ HP და რაღაცები ავიღოთ აგერ. მეგობრებმა რაც დამოსპოილერა, ასე თუ ისე არის ის რომ მითხრა რომ ძალიან მაგარი თამაშია, უტყობა იმას დახურული აქვს და პატარა ვიყავიო ძალიან უთამაშობდიო მაგ თამაშს და ვაუ, ძალიან სულად წავიდე ახლა. ეს არ უნდა წასულიყო, მაგრამ ნუ არა ვშვის, იმედია რომ გავალ რა ერთ წუთი. მონსტრები ვარიან მანდო და მე კაროჩე რა, მაგ მეგობარს მე უთხარი რომ მეთქი ნათამაშები მოქვს მეც თქო რა და ვიცი ეგ მონსტრები თქო და მე მაგ ფოტოს კომენტარის ქვეშ დამიწერა ასევე ესეთი რაღაცა რომ ჯერ რომ მოიცადეო სანამ ეგენი უჩინარი გახდებიანო და მართლა თუ უჩინარი ხდებიან ესენი, მაშინ ძალიან სერიოზული იქნება ეს თამაში. დარწმუნებული ვარ. აუ პირველად რა კარგად წავიდა და ეხა ზოგადად. ეხლა ძალიან გამიჭირდა რატომღაც. მოდი უცებ ეს ჩამოვანგრიოთ. აუ, აი რა, აი აღარ შემიძლია უკვე. აი პირდაპირ მნიშვნელობით ამ თამაში თუ run and guns არ აკეთებ, ანუ არ მირვიხარ და თან არ ისრვი ეგრიან, ან რაღაც ვალჰაკივით წინასწარ არ იწყებს როლას, ფაქტიურად შანსი არაა რომ გახვიდე რა, ისე არის ეს თამაში გაკეთებული. ანუ ეგრე ვიკვდები და აზრი არ აქვს. მოცა. ეს დაქირავებული ეს კვლევები მოვიდნო რა და მალე წადიო, იმიტომ რომ ბევრი დრო არ გაქვს შეხავ. ეს ხალ რომ იყოთ ხო? შეასრებს? ოჩა, ძმაო. The pilot's dead. Jump. პილოტი მკვდარია და გადახტიო და ტიპა იმხელა ჩაარტყა რომ ნოკაუტში ჩააგდო და რა ვიცი მეგონი დაიღშვა. არა კარგადაა. ეს ცილოგი იყო. Valerie Constantine, CIA. I'm here on assignment. You could have mentioned that back in port. CIA-ის აგენტი ვარო და ეგო შეგეძლო რომ პორტში რო ვიყავით მაშინ გეთქვა. And I can help you. დამეხმარე და მაშინ დაგეხმარები. Right, I'll do it, but I want to know what's going on here. რეგულატორი უნდა ავიღოთ. ნუ კაი დაგეხმარებიო, მაგრამ ჯერ გავიგოთ აქ რა ხდებაო. ჩვენ კრეგის არქივებზე მივდივართ და მე გაიგებო რა, როცა უკვე კრეგის ინფორმაციას მოვიზიებთ ასე რომ ვთქვათ. კიდე რაღაცა თქვეს აქ, ანუ ის კაცინი იყო, მაგრამ მიდიდო რომ დამაპაუზებია და მე მგონი გამომჩა, მაგრამ როგორც ჩანს დიდი ისეთი არაფერი არ იქნებოდა მაგ კაცინში და ამიტომ ეგ არაფერი ისეთი. კამერასაც შეეხება. კამერაც ჩამომივიდა, ის ადამიანიც ჩამომივიდა, ვინც კამერა ჩამომიტანა, ესე რომ ვთქვათ, რაც ძალიან კარგი არის. ვიდეოსაც შეეხება ჯერჯერობით არაფერი არ გადამიღია, მაგრამ დღეს ამ ვიდეოს შემდეგ გეგმოთ უკვე რომ რაღაც გადავიღოთ მაგალითად თუნდაც მღვიმეში ასევე მინდოდა რომ გადამიღო პრომეთეში, იმიტომ რომ პრომეთეში ვიყავი და საკმაოდ გაძვირებულა ცოტაშორის ფასები, როცა დავუშვათ მაშინ იყო 20 ლარი მე მგონი, ეხლა 40 ავიდა, უცხოელზე კიდე რაღაც 100-მდე არის ასული და ნუ ასე შემდეგ რა. რაც საკმაოდ ბევრი არის, მაგრამ რას ისე. There is a small camp close to your position. I know the commander there has some special night vision goggles you'll need in order to navigate through the regulator.
მოკლედ შენთან ახლოს არისო პატარა კარავიო და მანდ არისო ერთ-ერთი ბინოკლი რა, რის დახმარებითაც საღამოს უფრო გაგიმარტივდება, ну გადაადგილება ისე რომ ვთქვათ, რეგულატორის მოძებნა. What was that? არავინ არ ყოფილა ძმაო? მიკვირს რომ ვერ მხედავენ, იმიტომ რომ ზოგადად მე როცა ვერ ვხედავ ამათ, ესენი მხედავენ ხოლმე და. კაი, პატარა კარავი არისო და სად არის კარავი? ხო, ტელეფონთან დავაკავშირე მართლა ეგ DJI Action 6, საკმაოდ კარგად იღებს. კარგად იღებს რა, ანუ კარგად გადმოუხსნა ინფორმაცია, იმიტომ რომ სახლში გადავიღე რაღაც 1-2 ვიდეო, მაინტერესებდა როგორ გადმოვიტანე ტელეფონში და საკმაოდ კარგი იყო. ჯერჯერობით ოღონ კარტა არ გამიტესტავს, ანუ რა SD კარტა რაც მაქვს, მაგრამ დღეს გავტესტა მაგასაც. აჰა, დამაცემინა და თვალები რო დავხუჭე 2 წამით მოგვდი. ხო, ეგ არის, მანქანის გადაღება სად შეეხება, მოკლედ ჯერჯერობით მჭირდება მაგ DJI Action 6-ისთვის სპეციალური ქუდის სამაგრი, ანუ კეპკაზე რო ემაგრებენ ხოლმე და მაგით რო რაღაც POV გადაღებას აკეთებ, დამატებით მჭირდება კიდე кейსიც, იმიტომ რომ кейსის გარეშე ფაქტიურად არაფერი არ მოყვა ამ DJI-ს თავად ყუთში, როგორც მაგალითად DJI მაიკები არის, ხო იცი მიკროფონები, მაგათ მოყვა თავისი ჩანთა და იქ ჩადებ და ყველაფერი ეტევა ესე რომ ვთქვათ. და ბევრად უფრო კომფორტული არის, მაგრამ სამწუხაროდ ამას არ მოყოლია ჩანთა და რაღაცები, მაგრამ შეგიძლია რომ გამოწერო. უბრალოდ ფიქრობ ახლა საიდან გამოწერო, ანუ არის ორი ვარიანტი რა თქმა უნდა არის. აუ, კაი რა, ამ ხელა რაღაცაში მაინც როგორ მიტარებენ ტყუებს. ანუ არის ვარიანტი რომ ხელიდან გამოწერო. აი, ავიცი. იმედია რომ ჩემი ესეთი წარმოდგენა რა ამ თამაშზე რომ ვიღლები ფაქტიურად ამდენი სიკვდილით თქვენზე წარმოქმნდებს, ну შეიძლება იმოქმედოს პრინციპში, იმიტომ რომ მაინც ნეგატიურად უყურებსავით. თუმცა პოზიტიურად აი ფიზიკურად ვერ შეხედავ ხა ამას. ამ ხელა კედლებში, ანუ ზუსტად იციან შენი ლოკაცია სად ახარ და ზუსტად ანუ გესვიან რა და რა ვიცი. გინდი პოზიტიური ადამიანი იყავი, გინდარიყო, ამას პოზიტივით ვერ შეხედავ ფიზიკურად და ნახე ხა აქ რომ მივიდი ახლოს, ეგრევე დამწყოს როლას. ვერ მხედავ შენ რომ მგონი და მაგიტო. აი, ნახე. ზუსტად იცი სადა ვარ კედლებში. კაი, მოდი ისე მივალო, ის მოვიშორო როგორმე რა, მაგრამ ვერ მოვიშორო ფიზიკურად, მაშინ M4 უნდა ავიღო სადმე აქეთ უკან. და იმედია რომ არ გამქრალა ეს M4-ები. ეს შოტგანი წესით ხა არ დამჭირდება არაფერში მე მაინც. მოდი გადავაგდოთ და ავიღოთ M4. ეგ არის ვსო. იმედია მოვიშორებ ახლა. ეგ არის ვსო, აუ კიდე კაი რა, აი მაგის მოშორება იყო ყველაზე მთავარი ხა აქ და რაღაც ეგ მოვიშორე, ამათ მოშორებას არ უნდა არაფერი უკვე. ეხლა თან საჯმარს ვაკეთებ და თან მაგად მშია კიდე და ზოგადად დიდ ვიდეოს გადაღებას რო ვიწყებ ხოლმე ისეთი რაღაცა ხდება რომ აისო აუ ეს მახსოვს I put a marker on your GPS so you can't miss it, but watch your back. The patrols are heavy around there because of the Trigen outbreak. მოკლედ დაგისვიო რა ის სადაც უნდა წახვიდეო, მაგრამ მაინც ფრთხილად იყავიო, იმიტომ რომ დიდ გახარებული არ არის, ანუ ესე რომ ვთქვათ ეს კვლელებიო. იმიტომ რომ ის Trigen-ები ხო გაიგრძენ და ეგ თუ არ ვშტები მეხმარება, მე მგონი მაგ უჩინარი რაღაცეები რომ დავინახო უკეთესად, ანუ ზუსტად მართლა არ მახსოვს. რაღაცნაირად მახსოვს ეს მონაკვეთი, იმიტომ რომ ისინიც მახსოვს. შემონ ცოტა ხანია გააჩირო და სხვებს მოვიყვანო, მოვიყვანა რა ეს კიდე. აი ეს კიდე რა არის ეხა? კაი, იქნებ იქ მივიდე როგორმე რომ სეივი გააკეთოს. ანუ სეივებს ვცდილობ ხა ყველანაირად. წესით წყალში ის ბომბები არ უნდა მოხდეს იმდენად, მაგრამ რა ვიცი. ეხა იქ ბრძოლას აზრი არ აქვს არანაირი. აქ თუ გავიქცევი როგორმე. აუ, კაი რა. კაი, გამოვედი მოკლედ აქეთ როგორ ჩანს. ისინიც მოვიშორე, სხვადასხვის ის ბაზუკა რო ქონდა თუ ის რაღაც მუხა რო ქონდა, ძალიან მარტივად მოკვდა და არ ველოდი ნამდვილად. ეხა კიდე აქ იმდენი არიან. ესენი რო ფეთქდებოდეს, უკეთესი იქნებოდა ისი და ნახე რა არის ეხა რაც ვაკვირდები ამ თამაშში. აი ბალახშიც კი ძალიან რთულად ტარდება ტყვია. აუ.
ხო და მიკვირს რომ თუ ამ ბალახში ტყვეს ვერ ვატარებ, იმიტომ რომ ნახე ხა ამას რამდენი ვესროლი აქვს და ტიპი არ მოგდა ფიზიკურად. მაშინ როგორ არის ისე რომ ესენი მიტარებენ იმხელა ხის კედლებში. კიდია ვიღაცა, მაგრამ არ ვიცი სად არის. ესეც რაღაც ბალახებში იქნება, მაგრამ ეხა უცებ რომ გავამიხდეს, ერთი ტყვია ვარ დარჩენილი და მოვკვდები. ვიღაცა მასროლა უკრიან და ეხა უნდა დავასწევო უცებ, თორე ვსო. მორჩაკ. ზემოდან არ იყოს მთავარია ვიმე კიდე. და ის მანქანა აქ ეხა ვერ შემოაწესით, იმიტომ რომ ნუ გადაკეთილი აფაქტურად იქეთ მთელი გზა. ხო, ეს მომიდოდა კიდე. პრომეთეში ზოგადად მუშაობდი და შესაბამისად ეგ ადგილი საკმაოდ კარგად ვიცი და არა მარტო კარგად ვიცი, ასევე ზოგადად, აი რა ვიცი, ალბათ ერთი 100 ჯერ ან 200 ჯერ მაინც ავარ ნაყოფი მაგ პრომეთეში და ძალიან ლამაზი ადგილი არის სხვადასხვა. მაგრამ სათაფლიოზე, ვიცი? We're going to have to create a backflow surge. First, you need to find the foreman and examine the plans. I should then be able to determine the critical junctions. მოგეთ ვიღაც მეიპო რა რომ გაანადგურო ეგ ადგილია მანდ. მოიცა. აუ, ვიღაცა მეგრევე ჰეჩეთი დამოდო. ჯერ მოკლედ ფორმენი იპოვეო რომ გეგმები გაიგო და მე ყველაფერს დავალაგებ რა. მარტივად რო ვთქვათ. კაი, წესით ყველა მოყალით. აუ. შეჯობით არა. ეხა ამერია თან რაც ვლაპარაკობდი, მე მგონი სათაფლიაზე გეუბნებოდით რომ ნამყოფი არა ვარ თქო მანდ და რეალურად ნამყოფი კი ვარ, უბრალოდ ნამყოფი ვარ ისე რომ ძალიან ადრე. აი ნამდვილად რომ ხოლოდ ისინი იყო რა ნაკვალები და მეტი არაფერი არ იყო, აი მაგ დროსა ვარ ნამყოფი მე სათაფლიაზე და სხვა დროს არა. სხვა დროსაც გვინდოდა ის სხვადასხვა აი სკოლიდან რომ დადიან ხოლმე ექსკურსიებზე, მაგრამ ისე დაემთხვა რომ ჩვენ რომ მივიდით ექსკურსიაზე მანდ მაშინ არ მუშაობდა მანდა მაინც, ანუ რაღაცას აკეთებდნენ მე სიტყვით და შესაბამისად ექსკურსიის პერიოდში ვერ მივედი მან ფიზიკურად. ნუ რა სამწუხარო კი იყო ეხა, მაგრამ რას ისე. სამაგიეროდ ეხა მივალ. და ეხა ვეცდები რომ თუ რაღაც ნახო კარგად ესე ვეთქი. მე მგონი ეს არის ხო გეგმა? Yeah. Foreman He's ნახეო. lying right here. აგერ წევსო. I'm looking at the blueprints to the regulator right now. ახლა რუკას უყურებ რეგულატორზე. The junctions are in sections 4, 5 and 7. მე-5, მე-4 და მე-7 სექციაში არის როგორც ჩვენ გვინდა. კაი, რეგულატორში შედიო და მე მოგინიშნეო რა ყველაფერსო რაც უნდა გააკეთო და როგორაცო. არ ჩართო ეგ. კიდე კაი. ეს მე უნდა სიგნალიზაციას რთავდა მე მგონი. მოდი სანამ მოვლიან, ჩვენ შევიდეთ აქ და დიდი ვარაუდით დაასეივებს, ხო? ეგ არის. ეხლა მგონი ჯობია რომ დავასრულო ეს ვიდეო, იმიტომ რომ თან საჭმელიც უნდა გავაკეთო, ამოცა. კრიგერის არქივებში ვარო, ეხლა შევალ შიგნით. არ ინერვიულა, მალე მორჩევა ყველაფერი. You should have the first junction on your compass now. I'll mark the other locations as soon as you activate that one. მოკლედ იმ გოგოს უთხრა რომ ფრთხილად იყავიო, იმიტომ რომ არ მინდა რომ შენ გადარჩენა ჩემი ჩვევა იყოსო რა ჰებით როგორც არის. რაღაცას რო აკეთებ ხშირად რა ერთ სიტყვით. კაი, არ ვიცი რამდენხანი გამოვიდა ვიდეო ერთ წამით. ნუ იქედან გამომდინარე თუ იმშელებთ რომ ძამბერჯერ მოვკვდი და ძამბერჯერ კიდე რაღაც ეგეთი რაღაცა მოხდა, ვიდეო იქნება დაახლოებით 15 წუთიანი ალბათ და ვიცი რომ ძალიან ცოტა არის, უბრალოდ სხვა დრო შეიძლება ვეღარ გადავიღო და მიჩემნია რომ იყოს 15 წუთიანი ვიდეო, ვიდრე იყოს არაფერი საერთოდ და მე კიდე მაგათაც ხვალ ვეცდები რომ კიდე უფრო განმავრცო რა ეს ვიდეო და იყოს შედარებით უფრო დიდი ვიდეო. ეხლა უნდა წავიდე იქეთ, ალბათ რამდენიმე ადგილი იქნება მსგავსი, აი ესეთი იქნება ალბათ მსგავსი რამდენიმე, ერთი აგერი შეიძლება ერთი აგერი იყოს, ან ერთი კიდე სხვაგან იქნება და უნდა ის რეგულატორი რაღაცნაირად უნდა გავაკეთოთ თუ მოვაგვაროთ როგორც არის. სხვადასხვა ის კამერა არ ვიცი როგორ უნდა გამოვიყენო, მაგრამ მაგას მე უკვე დავაზუსტებ რა ასე რომ ვთქვათ. კაი, წავიდი. იმედია ვიდეო მოგეწონათ, და ალეკით გამოიწერეთ არხი, მალე კიდე ვეცდები რომ გადავიღო DJI Action 6-ით სხვადასხვა ვიდეოები, რაც მანქანებს შეეხება, რაც ლოგებს შეეხება და ასე შემდეგ. პლუს კიდე მაქვს Charme-ს, რაც არის რაღაც რეტრო სტილში კამერა და მაგითაც კიდე რაღაცა ვიდეოები შემოთავაზებთ. ეხლა წავიდი, წარმოდები ყველას და დროებით.